გამარჯობათ. როგორ ხართ მეგობრებო? ცხელა, ძალიან ცხელა. სარეცხია ვიღე. დავკეცო ისე რომ დასაუთავებელი მაქვს და ისე უბრალოდ ლაითად ვკეცა. სამზარეულოში საცხობი მაქვს ჩართული. ამ ცხელა მაგრად. ადრე სახოცებსაც ვავთავებდი, მაგრამ ახლა აღარ ვავთავ. ხაჭაპურს ვაცხობ იქით. მოგროდა სამთავრობლე, მაგრამ ამ წუთას ვერ გავავთავებ მაგას. ხაჭაპურს შევხედოთ. გურა ცოტა აკლია. ой, დილა მეგობრებო, ძალიან დილა არა. 11 ხდება. დილა არ ეთქმება. ჭურჭელი დავრეცხე. ხაჭაპურს ვაცხო, დანარჩენზე ხელი არ მომიგიდე. სარეცხია ვიღე რომ ზემოანათებს ახლა და მარი გიქნას რა ქვია, გააფუჭოს. ჯერ იმდენი საქმე მაქვს კიდე. გავავთავებ. ეს ძალიან ეს კონდა გემაში რომ რაღაც გამომეცხო, მაგრამ ქვილი არ მქონია კიდე. ხოდა თუ მომიტანა მე შეიძლება რამე გამომეცხო. თუ მომიტანა ქვილი. შეიძლება რომ მე გამოვაცხო. ამ წუთას აღარ ვაპირებ. გამოვაცხე უკვე და გამოვაცხე თუ გამოცხვა. წავსვა კარაქი. ეს თეთრები იმიტომ არის რომ თხიანი კვერცხი აქვს ზემოდან. ადგება გიგა და მზად იქნება. ამდენი კარაქი არ უნდა. ეს გაყინული რომ იყო, მაინც თლიანად ამოყვა და ცოტას უკან ჩავაბრუნე. და ცოტა საზამთრო დაჭრა. ასე უნდა ჩამოუჭრა მთლიანი ამირანს და ისე შეჭამს, ის უყვარს.
განაასეთ შეჭამს ახლა, მაგრამ ზოგადად ვამბობ. დიდი გადამრია მე მგონი აგეც არ იქნება. მაგრამ იმას ჯობია წინანდეს. მიყვარს და რა ვქნა. ეგეც შევდგა მაცივარში და მოვა. ჭურჭელი და სამშრალებელი მაქვს. წუხანდელი და ავიღე დავამშრალე. ეს დილისაა. ხოლო ჯერ თან საჭმელიც არის არ ვჭამია. But გვიან ჭამა გიგამ და ხვაბები გაიცალა თუ რაღაცა დაიჭა ეგეც არ მინდა ერთი გავრეცხე მაგრამ არ მინდა მაგ ჭიქები თავისით დაშრეს მეჩემია ეხლა მინდა რომ ყვავილებს დაუსხა წყალი გიგამაც გაიღვიძა წყალი დაუსხა ყვავილებს და გიგას მივხედო მერე თორემ ორიქია მაგრამ აქ როგორ გახვალ აიმე ამ ხმავს ხომ არ ეშველება რამე არა აზრი არ აქვს გასვლას გიგა ხაჭაპური მზადაა და შეგვიძლია მოვყიდე და ჭყა მოვყიდე საზამთროც გავამზადე ოც დავლია მეგობრებო როგორ ნათია წასულია მის გოგოსთან და მე არ გავადუღიყავა იმან იქ გაადუღა და ერთად დავლიეთ მესენჯერზე დავრეკეთ და ერთად დავლიეთ აბა რა ვუყოთ რა ვქნათ აბა მარტო რომ არ მინდა ტავის დავიღა ეს გზაც გამოვმახეთ გავამზადე ახლა და საზამთროს სვამს ყავას თორემ რა ვიცი რატომღაც აღარ სვამს ადრე სვამდა და მას ველოდებოდი ერთად სვამდით და ეხლა რომ აღარ სვამს ვასწრებ ერთი ცოტა ხანი აქ დავჭდე ხო ნათიასთან დავრეკე იმას ორი შვილი ყავს ანგელოზები ისეთი საყვარლები არიან რა ვიცი ტელეფონში მელაპარაკენ ძალიან ლამაზ ბავშვები არიან ისე ცხელა მეგობრებო ისე ცხელა რომ აი დღეს მართლა არ ვიცი რაღაცნაირად რაც არის საჭმელები და რაც არის სასუსნავები თუ ცივი თუ ცხელი საჭმელი ამით უნდა გავიტანოთ დღეს თორე მართლა აღარ შემიძლია გასთან დგომა დღეს არის არ ვიცი 30 გადაცდა ზუსტად არ ვიცი რამდენი არ მინახია მაგრამ წეღანა მირანთან რომ დავრეკე ასე თქვა 30-ზე მეტიაო და გვეხუთება სულიო ისე ვართო დღეს ასე გადავიარო რამენაირად ეხლა ფქვილიც დავაბარე მინდოდა რამეს გამოვაცხობ მეთქი მაგრამ არა თავზე იცალა ხარ არის კარები ღია მაქვს ახლა სკვაზნიაკი გავაკეთო მეთქი ანუ ორმხრივი
ქარი იყოს მეთქი, მაგრამ არა. ფოთოლიც არ ეკანება. რა კაიყო ვიძახდი არც ხელა მეთქი და ხო მეგობრებო რაღაც მინდოდა მეთქვა. მოვიწიო ცოტა ახლოს. ჩემს ვიდეოებს ამ ბოლო ხანები, ანუ 1-3-4 ვიდეოს არ აქვს ნახვები. და ძალიან განვიცდი რას, იმას რომ რამეს არასწორად ვაკეთებ, ან მოსაბეზრებელ ვიდეოებს წერამ, ვერ გავდივარ გარეთ და ერთფეროვნება მოსაბეზრებელი დარჩა და ჩემთვის ცოტა შემაწუხებელი დარჩა ეს და ფიქრობ რომ ეხლა ისეთი პერიოდია, ხალხი გასულია, ხან სად არიან თქვა დასასვენებლად თუ ხან სად და არ აქვთ იმის დრო მეთქი და არც იმას ვამბობ ეხლა რომ ვინმე თქვა ვალდებულია ჩემ ვიდეოს უყუროს. უბრალოდ ჩემი ვიდეოს ნახვები 400 ცდებოდა. 500-მდე იყო, ადრესულ უფრო და უფრო მეტიც იყო და აი ფიქრობ იმას რომ მე ხომ არ უშვებ რამე შეცდომას მეთქი და მე ხომ არ ჩემი ბრალი ხომ არ არის, ანუ თუ იმის ბრალი რომ ამ პერიოდის, რადგან ხალხი ანუ ჩემი მაყურებელი არ არის ადგილზე და გასვლებია და ყველგან ინტერნეტი შეიძლება არ იყოს და არც იმის დრო იყოს, უნდა დაისვენო და არა ახლა ვიდეოებს უყურო და რაღაცა ვთქვათ. უბრალოდ ინტერესი მაქვს ამის რომ რა ხდება. რაც შეიძლება ახლაც არ ვამართალი რამეს ამას რომ ვამბობ, მაგრამ მაქვს ამის ინტერესი. მომაწოდეთ რამე იდეები, მითხარით რა გიხარდებათ, რა გესიამოვნებათ, რა თემას შევეხო, რა გავაკეთო და იქნება უფრო ჩემთვისაც იყოს ადვილი და თქვენთვისაც საინტერესო ვიდეოები იყოს. მირჩევნია მეც. ყვავილებს წყალი დაუსხი ახლა. იქით მზე არ არის და დილის მზეა იქით. ახლა არ არის. დაუსხი რომ არ გაუჭირდეთ. ხო იქ არა კარგად მყავს ყველა ყვავილი. უბრალოდ ყველა დღე ვაკვირდები, რამე არ გაუჭირდეთ რომ ხომ არ გადავრგა ეს ახალი ნაყიდი ყვავილები რომ მაგ შემოდგომამდე იყოსო და აკვირდები რა, თუ მიხვდები რომ უფრო ჭირდება, აღარ დაველოდები შემოდგომას და გადავრგა. დღეს კიდევ გამოიღო ჩემმა ჩინურმა ვარ. მიყვარს ხალხო რა უქნა, მიყვარს. აი ნახეთ. და საერთო ჯამში ნახეთ ხურია და რამხელა. ამირანს მოვიდა მეგობრებო. ხოდა დღეს ყველაფერი მომიწია. ეს იქედან მეძახის მეგობრებო, ეს აქედან მეძახის დღეს ამერია სიტუაცია. ლუდი მოიტანა კიდევ 2 ცალი. საპონი. ურის თქვილი. და ახალი კარტოფილი მომიტანა კიდევ. დღეს გადარბენების დღე მაქვს. სახლი ვერ დავალაგე. ეხლა საჭმელი ვაჭამო, სალათა გავაკეთო. მერე დაგიბრუნდებით. დღეს ვიდეო დამაგვიანდა. ვაჭამე მეგობრებო, ამირანსაც დღეს მოკლედ არ ვიცი, აი
ვერ მოვედი და ვერ მოვედი. დღეს არც თავი მაქვს საქმის რაღაც და არც ბოლო. არ ვიცი რატომ. ხო, ეხლა თავნახევრად მივალაგე და გავაგდე რომ მოვიდე თქვენთან. ცოცხი და აქანდაზე იქ მიდევს. სარეცხი შევყარე. ჭურჭელი და სარეცხი. გააკეთებს ვინმე? არა. ხო და წაგეჭორავებით და ვდგები და გავაგრძელებ საქმეს. დილას დედაჩემს ველაპარაკე. მერე ნათიას ერთად ყავა დავლიე, მერე ხაჭაპური ხომ გამოვაცხე. მერე გიგა ადგა იმას მივხედე, ამირანი მომიწრო იმას მივხედე და ეხლა საათი არის რომელი? 2. და მე რომ გითხრათ, დიდად რამე გავაკეთე და ვაიმე დღეს სახლისთვის თავი მოვიკალი მეთქი, ვერა. ხო და ვიდეო მაინც ჩავწერო ერთი. საღამოს ისევ საჭმელი მაქვს გასაკეთებელი. ცოტა რაღაც ის ჩირბული და დარჩენილი. ძალიან ცოტა. გიგა მაგას დღეს აღარ შეჭამს, რადგან გუშინ თუ ჭამა ის დღეს არ შეჭამს და საღამოს ისევ რაღაცა მექნება გასაკეთებელი, მაგრამ რამე შეუწვა, ან მოვა და არ მოვა ჯერ ერთი კიდე. ძალიან გვიან თუ მოდის, საერთოდ არ ჭამს. იმას სასუსნავები ურჩევნია, ტკბილეული ურჩევნია, გამოცხობილი ურჩევნია. მაგრამ დღეს ხაჭაპური ხომ არის, იმას შეჭამს და აღარ ვაკეთებ მეც არაფერს. დავიღალე მეგობრებო, კი არ დავიღალე უბრალოდ. სიცხეა, სიცხე, აი სველი ვარ სულ. ეხლა ამირანმა დაწვა დაიძინა და ვერ მოვასწარი მაისურის აღება რომ გამოვიცვალ. მაგრამ მიყვები ერთიანად ახალ სახლს დავალაგებ და ცხელა, მაგრად ცხელა. და გვერდით გავხედე ბიჭები მუშაობენ ამ სიცხეში. რა ცოდვები არიან, იქითაც ვუყურებ მუშაობენ. მე სახლში წუწუნებ და ხალხი მუშაობს გარეთ. ამ გაგანია მუშაობის პერიოდში სიცხეში იწვევიან მართლა. და გუშინ ვუყურებდი ვიჯექი აქედან და ფერადკანიანები მეგონა ჩაიარენ მეთქი და თურმე ეს ბიჭები არიან იმ დონის გაზაგრულები არიან, მეგობრებო, ცოდვები არიან, მართლა ცოდვები არიან. მე ხმაურზე და იმაზე კი ვამბობ რაღაცას, მართლა სახლში უნდა შემოვარდნენ მეთქი გაჩვენეთ გუში. ამაზე ვამბობ, მაწუხებს მეთქი, მაგრამ ბიჭები რასაც მაგ შრომას გადიან სიცივეში, ზამთარში და სიცხეში, არ ვიცი რა მაგადი შრომა რომ არ დაფასდეს და არ დაუფალსოს ოჯახმა, მართლა არ ვიცი მაგარი ცოდვები იქნებიან. ეხლა ხო გზადაგზა დილას რაც მოვასწარი აკრეფილი მაგის ვიდეოები და რა ვიცი დღეს როგორ გამოვაკიდე, არ ვიცი რაღაცა მოვაბამ ალბათ თავს და ერთიანად ავკრებ ცოტა მაინც რომ მოვიდე და საღამოს დიდად კი არ მაქვს იმედი. ამირანი იტყვის, მაგრამ მე ანწავა და ან არა. სხვაზეო გასვლა მინდაო და წამოდიო შენცო. მე არ ჩავდივარ წყალში და მე ვერ ბანავ, მაგრამ თუ გავედი რაღაცას მაინც დავათვალიერებ და თქვენც გაგიყვანთ. და რომ თქვა ეხლა მე ვიბანავებ წყალში ჩავალ ზაგარს მივიღებ, მაგისთვის ვერ გავალ, მაგრამ მას უნდა რომ გავყვედა. მაგრამ დიდი იმედი არ გქონდეთ რომ წავა ნამდვილად და გავყვები. იტყვის, ყველგან მიდის, მაგრამ არსად არ მიდის. რომ დაღლილია უნდა წასვლა, მაგრამ გაიღვიძებს და უკვე ძლივს არის რომ იძინებს უფრო მოთიშვილია მერე და ნახოთ რა ვიცი. თუ გავედი, კი გადავიღებ რამეს და თუ არა და კი ვარ ასე.
კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ეხლა ვნახოთ თუ წავედი, თუ ვერ წავედი და რამენაირად მაინც მოვალ თქვენთან. ბედნიერად წარმატებულ დღეს გისურვებთ, შუა დღეა უკვე. ხალისიან დღეს გისურვებთ და მოვალი საღამოს.